ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა BP ტრანსის მფლობელს ბიჭიკო პაიკიძეს, მისივე კომპანიის დირექტორს და კიდევ 4 პირს. ადვოკატები გირაოს ითხოვდნენ, თუმცა დაკმაყოფილდა პროკურატურის შემადგენლობა. დაკავებულებს ბრალდება ედავება დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხის თაღლითურად დაუფლებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება გამოყენებას. პაიკიძეს ბრალი წარედგინა კიდევ ერთ საქმეზე, საუბარია გადასახადებისგან თავის არიდების ეპიზოდზე. კომპანიაზე, რომელიც სისტემატურად იგებდა სახელმწიფო ტენდერებს, თუმცა შემოსავლების არასწორი დეკლარირებით ბიუჯეტს დიდი ოდენობით თანხებს უმალავდა. ამ საქმეზეც პაიკიძეს და მის თურქ ბიზნეს პარტნიორს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საგამოძიებო უწყება დაიწყო ამ საქმის კვლევა და იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დაველოდოთ. თუ კი რაიმე სახის გადაცნობა დადასტურდება, ამ გადაცნობასაც ღირსეულად მივიღებთ. პასპორტი, რომლითაც საქართველოს საზღვარი გადაკვეთა, დაეკარგა. ანუ არა მარტო პასპორტი, სხვადასხვა ნივთები, რაც ეგრეთ წოდებულ პატარა ხელჩანთაში ქონდა. კონკრეტულად რომელ ქვეყანაში დაკარგა პასპორტი ჩემთვის ცნობილია, მაგრამ მე ამის თაობაზე ბუნებრივი არ ვიტყვი. რა მნიშვნელობა აქვს ერთ-ერთ ქვეყანაში დაკარგა პასპორტი? თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ორივე ბრალდებულის მიმართ, მათ შორის ბიჭიკო პაიკიძის მიმართ, ისევე როგორც მისი ყოფილი პარტნიორის მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა. ბრალადედება ბიჭიკო პაიკიძეს ისევე როგორც მის ყოფილ პარტნიორს განსაკუთრებით დიდი ოდენობითვის გადასახადისათვის თავის არიდება. ამ მიმართულებით და ამ ფარგლებში ხორციელდებოდა შესაბამისად გამოძიება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და თუ გამოიკვეთება სხვა დანაშაულის ნიშნები ამ სისხლის სამართლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება შესაბამის გადაწყვეტილება. საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამწარმოო საქმიანობის ფაქტზე აზერბაიჯანის და ბელორუსის მოქალაქეები დააკავა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულები საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ვალუტის გაცვლით იყვნენ დაკავებულები. კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიო სახით კი დიდი ოდენობით შემოსავალს იღებდნენ. ამოღებულია 257,000 დოლარი, 103,000 ლარი და სხვადასხვა სახის უცხოური ვალუტა. ბრალდებულები მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე თბილისსა და ბათუმში განთავსებული ობიექტებიდან ახორციელებდნენ სხვადასხვა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგაცვლას, რის შედეგადაც კონვერტირებული აქტივიდან მიღებული საკომისიო სახით იღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გამოსავლენად. ტრაფიკინგის ბრალდებით დაკავებულ პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებული მოქალაქეზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა და აიძულებდა მის მაღაზიაში მტვირთავად ემუშავა. ფულს არ უხდიდა. ხილბოსნის მაღაზიაში სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ბრალდებულის მითითებით ის ერთ-ერთ ქუჩაზე შუქ ნიშანზე მძღოლებისგან მოწყალებას ითხოვდა, თანხას კი მას დაკავებული ართმევდა. რა შვები? რა ხერება, რა გავაგეშო, ვათხურო. ვენა ზეყავი, ვენა იმუშავე. ადო არ მოხოდი. Jota roy. Era da mano daibade balis mere. Da daxat. Უროჟალოში. რა დავაგიანე ბიჭო, რა გამოდიხარ თავი. აბო, დენა კარგი დროზე დავარ. და დაxat. აუ შფლება. ჯარი დაიმუშავე შელა მე ბაზარში მივარე. იბერტმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაუმჯობესა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა მაჩვენებელი 1%-ული პუნქტით გაზარდა. ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უკვე მეორედ გაუმჯობესდა. პირველად შარშანდელი სექტემბრის პროგნოზი 4,6%-დან 2025 წლის თებერვალში 6%-მდე გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზით საქართველოს ევროკავშირის წევრ და წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია, რაც შეეხება სხვა ქვეყნებს. მოლდოვასა და უკრაინაში მაჩვენებლები შემცირებულია. მათი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 1,5 და 2,5%-ია. გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს პირველ ადგილზე იყო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ჩვენ განსაკუთრებით მოხარული ვართ, რომ წელსაც გაგრძელდა ეს ტენდენცია. გასცოთ, რომ ეგრეთ წოდებული ექსპერტების, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების 1000 პროგნოზი იკეთდებოდა ეკონომიკურ ვარდნასთან, აპოკალიფსთან დაკავშირებით, თუმცა რეალურად ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით ვითარდება პროცესები. წელსაც საქართველოს არის პირველ ადგილზე ევროპაში და ფართო რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით 8% არის იანვარ-ივლისის მაჩვენებელი და ეს არის ის მიღწევა,
ეხება, რასაც განსაკუთრებულად ვრცელდებით. მოხარული ვართ, რომ EBRD მას გაზარდა საკუთარი პროგნოზი, ისევე როგორც მანამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პროგნოზი საქართველოსთან მიმართებით იმ პირობებში, როდესაც სხვა ქვეყნების მიმართ ეს პროგნოზები პირიქით უარესდება. მაგალითად, მოლდოვა რო ავიღოთ, მოლდოვასთან დღესაც აღვნიშნე, ჩვენ ამ 4 წლის განმავლობაში სხვაობა ეკონომიკებს შორის გავსარდეთ $11 მილიარდ მეტი. და ეს არის რის დამსახურება? არის დამსახურება იმის, რომ ჩვენ გვაქვს კორუფციის სიმცირე, ჩვენ გვაქვს გამართული ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს გამართული საგადასახადო სისტემა და სწორი მენეჯმენტი საქართველოს მთავრობაში და სწორედ ეს უზრუნველყოფს რა ეკონომიკურ განვითარებას. თუმცა რესურსი, კიდევ უფრო გაუმჯობესების რესურსი არსებობს და თქვენ როგორც მოგეხსენებათ, იგივე კორუფციის კუთხით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა, ასევე მენეჯმენტის გაუმჯობესების კუთხით გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები. ეს ყველაფერი ხელშეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის კიდევ უფრო მეტად დაჩქარებას, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ეკონომიკის ზრდა და მაკროეკონომიკური პერსპექტივები განიხილეს თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე, რომელიც ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით გაიმართა. ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს პრემიერი შეხვდა, რომელმაც ისაუბრა ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპზე, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის არსებულ აუცილებელ პირობებზე, მშვიდობასა და პოლარიზაციის შემცირებაზე. შეხვედრა კითხო-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, საკუთარ მოლოდინებზე ისაუბრეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმაც. ბიზნეს კლიმატი გაუმჯობესებულია, დასაქმების ბარომეტრი გაუმჯობესებულია, ასევე საინვესტიციო ინდექსიც გაუმჯობესებულია. თუმცა გამოწვევების ნაწილში ჩვენ ნახეთ, რომ ცოტათი აწეული არის ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ბარიერები და ამაზე პრემიერთან ძალიან ღიად იყო საუბარი, მათ შორის პრემიერის მხრიდან იყო შეპირება, რომ ყველა ის ბარიერი, რომელიც აქამდე არსებობდა, ობიექტური ინტერესების გათვალისწინებით ბუნებრივია იქნება. იყო მიმოხილვა საკმაოდ დეტალური პირველი კვარტლის, მეორე კვარტლის, მესამე კვარტლის და ასევე იქ არის პროგნოზები მეოთხე კვარტალთან დაკავშირებით. ყველა ციფრი ცალსახად მიუთითებდა იმაზე, რომ ვითარება არის სტაბილური და ბიზნესს აქვს დადებითი არა მხოლოდ არსებული სტატუს-კვოს განწყობა, არამედ დადებითი მოლოდინი მომავალი განვითარების კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბიზნესისთვის ის მესიჯები და ის კომუნიკაცია, რომელიც ასეთ შეხვედრებზე ხდება. რა თქმა უნდა, იყო ძირითადად ეკონომიკურ გამოწვევებზე საუბარი, ანუ ის მცირე პროგრესები, რომელიც თქვა ჩვენს ეკონომიკას ყოველკვარტალურად ახლავს, BHS ინდექსი გაჟღერდა, პრემიერმა გააჟღერა ძირითადად ენერგეტიკის მიმართულებით რეფორმაზე ჰქონდა საუბარი, განათლების რეფორმაზე იყო საუბარი და თქვა იგივე ლოჯისტიკურ პროექტებზე, ძირითადად ეს კითხვები დაისვა ბიზნესის მხრიდან და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ასეთი შინაარსი შეხვედრებიდან არის სწორედ ის ღიაობა, რომელსაც მთავრობა გვთავაზობს ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, რომ მოხდეს ბიზნესის საკითხების გაჟღერება და მოგვარება. კონფერენცია პრემიერმა გახსნა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ყობახიძემ ისაუბრა ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე. მისი განცხადებით, საქართველო ყველა მიმართულებით ინარჩუნებს სტაბილურობას და თანმიმდევრულ განვითარებას. კონფერენციას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მთავრობის წევრები დაესწრნენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ ჯერზე ასეთი შეხვედრები. ეს შეხვედრები გვაძლევს ჩვენ ერთმანეთთან მოსაზრებების გაცვლის საშუალებას, ინფორმაციის ურთიერთგაზიარების საშუალებას, რაც ბუნებრივია ხელისუფლებას, მთავრობას ეხმარება სამომავლო გადაწყვეტილებების მიღებაში. აქედან გამომდინარე, ძალიან ვაფასებთ დღევანდელ ინიციატივასაც და ამ შეხვედრას, რომელიც დღეს შედგა. ჩვენ შარშან მქონდა ასეთივე შეხვედრა, სადაც საუბრობდით ეკონომიკური განვითარების ტენდენციებზე, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ ერთი წლის თავზე ყველა მიმართულებით ჩვენ ვინარჩუნებთ როგორც სტაბილურობას, ისე თანმიმდევრულ წინსვლას და განვითარებას. გასული 4 წელი იყო გამორჩეული ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, როგორც მოგეხსენებათ, საშუალო წლიურმა ზრდამ შეადგინა 9.4% 2021-24 წლებში, რაც არის ნომერ პირველი მაჩვენებელი მთლიანად ევროპის კონტინენტზე, ჩვენს რეგიონში, ქართულ რეგიონში და მოხარული ვართ, რომ წელსაც შევძელით ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. იანვარ-ივლისის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8%. რაც ასევე არის ნომერ პირველი მაჩვენებელი კონტინენტზე და ჩვენს ქართულ რეგიონში. რა თქმა უნდა, როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ბიზნესისთვის ბუნებრივია საკონცერტო მნიშვნელობა აქვს სიმშვიდეს და სტაბილურობას პოლიტიკური თვალსაზრისით. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ სტაბილური პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო თქვენი ბიზნეს საქმიანობის განხორციელებისათვის.
პოლიტიკური ძალადობის მხარდამჭერი ჯგუფების საქმიანობის გამოძიება და ვაშინგტონში სიკვდილით დასჯის აღდგენა ტრამპმა ორი აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა. შესაბამის უწყებებს ევალებათ გამოავლინონ რადიკალური პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების საქმიანობა. ასევე აღმასრულებელი ბრძანებით ტრამპმა აღადგინა ვაშინგტონში სიკვდილით დასჯა. გენპროკურორმა საშელის უმაღლესი ზომის ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოითხოვა. ჩვენ ვიკვლევთ ვინ აფინანსებს ამ ჯგუფებს. მილიონებს ახმარს ამ გიჟების დაფინანსებას. ესენი არიან პროფესიონალი პროვოკატორები, ყველაზე ცუდი ხალხი. მათ სურთ ანარქია, მათ შორის ფედერალური შენობების განადგურებაც. ჩვენ კი ვაპირებთ ქალაქებში წესრიგი დავამკვიდროთ. რაც შეეხება კანონის ფარგლებში განსაზღვრულ სასჯელის უმაღლეს ზომას, ჩვენ ახლახან ხელი მოვაწერეთ სიკვდილით დასჯას. ჩვენ ამას არა მხოლოდ ვაშინგტონში, არამედ მთელ ქვეყანაში ვითხოვთ. რაც შეეხება ნებისმიერ ორგანიზებულ ჯგუფს, რომელიც დანაშაულს ჩადის, ჩვენ ისინი სამიზნეში გვყავს და ერთად მუშაობთ შტატებთან და ადგილობრივ მთავრობებთან, რათა ქუჩებიდან მოვაშოროთ ისინი. ტრამპის გადაწყვეტილებებს პოლიტიკური შეფასებები მოყვა თბილისში. მმართველ-გუნდში აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს იგივე გამოწვევების წინაშე იდგა. ამის გამო ქვეყანამ გამჭვირვალობის კანონი მიიღო, რასაც პოლარიზაციის შემცირება მოყვა. იგივე ძალები კი ვეღარ ახერხებენ გარედან რადიკალური ქმედებების დაფინანსებას. განსხვავებულია შეფასებები ოპოზიციურ სპექტრში. ეს არის ის ყალბი დილემა, რომ თითქოს ჩვენ ვართ იმ ტიპის სამართლიანი ქვეყანა ან დემოკრატიული, როგორც არის შეერთებული შტატები, ან იგივე საფრანგეთი. მე არა ვარ პოლიტიკოსი, რომელმაც კითხავ და ყველაფერი იცის. არ ვიცი ამის შესახებ, კონტექსტი რა არის, შინაარსი რა არის, მიმართულება რა არის. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა ზუსტად იგივე გამოწვევები, ხო? მათ შორის მიზანმიმართული თავდასხმა პოლიციაზე, პოლიციელებზე, სამართალდამცავ სტრუქტურებზე, მათი იმიჯის დაზიანების ცდელობა, დაკნინების ცდელობა და ეს ყველაფერი ხდებოდა გარეთ დაფინანსებით, მათ შორის იმ ფონდების დაფინანსებით, რომლებიც ნახსენებია პრეზიდენტ ტრამპის შესაბამის განცხადებაში. ეს არის ჩვენთვისაც გამოწვევა და როგორც მოგეხსენებათ, ზუსტად ამ გამოწვევების საპასუხოდ მივიღეთ ჩვენ გამჭვირვალობის კანონი, წარმატებით დავამტკიცეთ ეს კანონი და ამ კანონმა უზრუნველყო პოლარიზაციის შემცირება ჩვენს ქვეყანაში. დღეს რომ იგივე ძალები ისეთივე წარმატებით ვეღარ ახერხებენ გარედან პოლარიზაციის რადიკალიზმის დაფინანსებას, ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების, მათ შორის გამჭვირვალობის შესახებ კანონის დამსახურება. ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არავის მივცეთ გარედან პოლარიზაციის გაღვივების სახით. საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივანთან მიხეილ ყაველაშვილმა და ანტონიო გუტიერეშმა ისაუბრეს მშვიდობისა და განვითარების მნიშვნელობაზე, მსოფლიო გამოწვევებსა და საქართველოს როლზე რეგიონში. ვიზიტი შტატებში გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან გაჟღერებული მთავარი გზავნილები და მაღალი რანგის შეხვედრები მსოფლიო ლიდერებთან პრეზიდენტმა მედიასთან შეაჯამა. ვახშამი, რომელიც გამართა ამერიკის პრეზიდენტმა, სადაც მოხდა ჩვენი შეხვედრა, მცირე შეხვედრა, რა თქმა უნდა, მასთან მისალმება ჰქონდა თბილი და შემდეგ, რასაც საზოგადოება ყოველთვის ელოდება, მე მას განუცხადე, რომ დრო არის, რომ დაიწყოს ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან, მან გამიმეორა, დიახ, მიხედავს ამ საკითხს, შემდეგ მე კიდევ გავიმეორე, რომ აუცილებელია და უკვე დრო არის, რომ ჩვენი ურთიერთობა დაიწყოს და ის დამპირდა, რომ აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს და დამიკავშირდება და დაველოდოთ მის პასუხს. ჩვენ საზოგადოებას მინდა უთხრა, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას ის გზავნილები, რომელიც გაეროს ტრიბუნიდან გაჟღერდა, არაერთმა ლიდერმა ისაუბრა ღირებულებებზე. აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლა, სადაც ღირებულებებს, რომელიც ის შეეხო, ჩვენ ბოლო წლებია პრინციპში ამ პრინციპებს ვიცავთ. ეს ეხებოდა ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს, სუვერენიტეტს, კულტურის დაცვას, საკუთარი ქვეყნების პირველ ადგილზე დაყენებას და ყველას მოუწოდებდა, რომ მიხედეთ თქვენ ქვეყნებს და ჩვენ უკვე დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს, ეს არის მნიშვნელოვანი ღირებულებები, ასევე შეეხო ოჯახსაც და წმენის თემასაც, რომელსაც ჩვენს ესე მაგრად იცავს ჩვენი ქვეყანა საქართველოს ნამდვილად დგას თორგზაზე. დღეს მქონდა გენერალურ მდივანთან, ბატონ გუტიერეშთან შეხვედრა და მანაც აღნიშნა, რომ ძალიან დიდ ზეწოლას გაუძელით და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ესეთი სწორი გზა გაქვთ არჩეული საქართველოს მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების, ამას ყველა ხედავს, ყველა აღნიშნავს და ძალიან სასიამოვნოა ესეთ შეფასებები, რომ კეთდება.
კაიროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ სამი მოხსენები წარსდგა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ საჯელაძემ არაგადამდები დაავადებების პრევენციისა და მართვის სფეროში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგებსა და რეფორმებზე. ღონისძიებაზე განიცადა ახალი ხედვა არაგადამდები დაავადებებისა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხებზე მიიღეს დეკლარაცია. ბოლო 2 წლის განმავლობაში საქართველომ გაზარდა დაფინანსება კიბოსა და სხვა ქრონიკული დაავადებების ინოვაციურ მკურნალობაზე. ასევე გააფართოვა იშვიათი დაავადებების პროგრამა, რათა ბენეფიციარებს სიცოცხლის გადამრჩენ სერვისებზე ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა. მიმდინარე წელს დავიწყეთ პირველადი ჯანდაცვის ყოვლის მომცველი რეფორმა, რომლის მიზანია პირველადი რგოლის დონეზე ყველა მოქალაქისთვის უზრუნველყოფილი იყოს პრევენციული სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისები. თანასწორობა ჩვენი მთავარი პრინციპია. ვმუშაობთ, რომ მოწყვლად ჯგუფებს, მათ შორის სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და იძულებით გადაადგილებულ პირებს თანაბარი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჯანდაცვის სერვისებზე. პრემიერ ორმაგ სტანდარტზე და ქვეყნის გარედან გაკეთებულ სპეკულაციურ განცხადებებზე საუბრობს ირაკლი ყობახიძეს. დღეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს ნიკოლა სარკოზის შესახებ, რომელსაც 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პრემიერმა გაიხსენა ევროპელი ლიდერების განცხადებები იმ შესახებ, რომ დემოკრატიები ყოფილ პრეზიდენტებს არ იჭერენ, რაც მისი თქმით სპეკულაციები იყო. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს პარიზის სასამართლომ განაჩენი გუშინ გამოუტანა. ბრალდების ინფორმაციით 2007 წლის საარჩევნო კამპანიის დროს სარკოზიმ ლიბიის დიქტატორ მუამარ კადაფისგან 50 მილიონი евро მე მახსენდება უცხოელი პოლიტიკოსების, ევროპელი ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მესიჯები იმასთან დაკავშირებით, რომ დემოკრატიები ჭყალებში პოლიტიკოსებს არ იჭერენ, პრეზიდენტებს არ იჭერენ, რაც რა თქმა უნდა იყო წმინდა წყლის სპეკულაციები. ხო, ადამიანი დანაშაულს თუ ჩადის, ვერავითარი თანამდებობა ვერ იქნება, ბუნებრივია, ინდულგენცია და ვერ მიცემს თავისუფლების გარანტიას. რა თქმა უნდა, ამის დასტურია ევროპაში მიმდინარე პროცესები, არაერთი ასეთი პროცესი გვიხილავს. შესაბამისად, ორმაგი სტანდარტი არის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კაფეოდ აქ წარმოდგენილი. საქართველოს რაც შეეხება, თუ ვინმე ჩაიდენს დანაშაულს, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. ეს არის ჩვენი ძალიან კაფეო ერთმაგი სტანდარტი. სპეკულაციები და დეზინფორმაცია ერეკლე მეორის ძეგლის გარშემო. სამგორის პარკში ძეგლის გახსნას ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების კრიტიკა მოჰყვა. მათმა ნაწილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერეკლე მეფეს არ აქვს ხმალი, რეალურად კი მონუმენტი ხმლით არის შექმნილი. რატომ გაავრცელეს ოპონენტებმა ტყუილი ქართულოსობაში იაფფასიან პროპაგანდაზე საუბრობენ. შეხედეთ კანდიდატებას და ნახავთ, ხელში არა აქვს განსხვავება. კიდევ ერთხელ გევერდით, არ ჩანს. არა, ხმალი არ ქონდა ავწერ, მე ვწერენ რომ ერაკლის ჩვენთან ცხენიანი ძეგლებია, ხოლო ხმალზე არაფერი მიწერია. არა, უნდა იყოს იქ არ წერია მას. კი, ხმალი არის, რაღაც არის თუ არა, ხმალი არსებითი არ არის ამ შემთხვევაში. არის, ალბათ მე მგონი არის. ხელში არ უჭირავს, კაკელია გაღმართული. არა, მეორე ხელშიც არ უჭირავს. შვედობაში მოგახმაროთ კაცოვის მონღოლოიდური ძეგლი. რაზე მირეკავთ ახლა? არც მე რომელი ფოტოც ნახე, იმ ფოტოში ხმალი არ ეჭირა ხელში. ძეგლის ვიზუალთან დაკავშირებით ჩემი პოსტი არ არის, შეგიძლიათ იხილოთ. კარგად. საუბარი არის პრაგმატიზმზე. მე გავაკეთე აქცენტი ისტორიაზე. ხოლომდე ჩვენი საკუთარი სახე, ჩვენ დავდგით მერი მეფის ძეგლი დედაქალაქში, თბილისში და ამას მოხდა ამხელა აჟიოტაჟი გაღიზიანება. ეს არ არის ხო ახალი, თქვენ გახსოვთ, პირდაპირ გამოყავდათ საკუთარი უცხოელი აგენტები ლევან ბერძენიშვილის თამადობით და ალანძღინებდნენ ჩვენს გმირ მეფეს, ხო, რატო? იმიტომ რომ ერეკლე მეორე არის პატრიოტიზმის სიმბოლო, არის გონიერების სიმბოლო სახელმწიფოს მართვაში. და სწორედ ამას ებრძვიან ისინი, მათ არ მოსწონთ სწორედ პატრიოტიზმი და მათ არ მოსწონთ გონიერება პოლიტიკაში და შესაბამისად დაუპირისპირდნენ ჩვენი გმირი მეფის მონუმენტს. კრიტიკა არ ქვია, რას ქვია ბოღმის ნხევა, რასაც ხედავთ ჩვენ. კრიტიკა არაფერ შუაში არ არის. გაგიჟებულები არიან, ხან რა დაუწუნეს, ბოლოს მოიფიქრეს, რომ ხმალი არა აქვს. აი წარმოუდგენელია უბრალოდ. დაკავებულები არიან მხოლოდ ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებით, არაფერი არ გააჩნიათ ამ ადამიანებს და არიან იმ მდგომარეობაში, რაშიც არის.
ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ თბილისში მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრი გახსნეს. ობიექტი სამგორში ყოველთვიურად 10,000-მდე მოქალაქეს მოემსახურება. ცენტრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 20 მილიონი ლარი შეადგინა. 11,500 კვადრატულ მეტრზე განთავსებულია ურიაუზი, ფიტნეს, ტანვარჯიშის, საბრძოლო ხელოვნებისა და კალათბურთის დარბაზები. იმუშავებს ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობისა და ძიუდოს წრეები. მედიათეკა, ქორეოგრაფიული სტუდია, მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. ყველა რაიონში უნდა შეიქმნას ანალოგიური პროექტები. რაც შეეხება კონკრეტულად სამგორის მრავალფუნქციურ საზოგადოებრივ ცენტრს, პროექტის ფარგლებში გაკეთდა 2 საკალათბურთო დარბაზი, სადაც შესაძლებელია ასევე მინი ფეხბურთის მოწყობაც, ფრენბურთის თამაშიც, 2 საცურაო აუზი არის განხორციელებული, არის მედიათეკა შენობაში. ჩვენ ძალიან მალე გარე პერიმეტრზე დავამთავრებთ სამუშაოებს, სადაც მოეწყობა ღია საფეხბურთო მოედანი, მოეწყობა პადელის მოედნები და მთლიანობაში იქნება ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოსვლა და გამოიყენოს აღნიშნული ინფრასტრუქტურა. ჩვენ თვის განმავლობაში შეგვეძლება დაახლოებით 10,000 ადამიანს მოვემსახუროთ. 60 წლის ზემოთ ადამიანებისთვის ეს ყველა ინფრასტრუქტურა იქნება უფასო. აღნიშნულ მულტიფუნქციურ ცენტრში არსებული ყველა სივრცე, ეს იქნება საცურაო აუზი, ეს იქნება ტრენაჟორების დარბაზი, ყველა სივრცე შეგეძლებათ გამოიყენოთ ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ბევრ ქვეყანაში მინახავს ასეთი ცენტრები და შემიძლია თქვა, რომ უმაღლეს დონეზე, უმაღლეს სტანდარტებით არის შესრულებული სამუშაოები და მართლა ძალიან ხარისხიანია და ძალიან შთამბეჭდავია ეს პროექტი, რომელიც განხორციელდა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად ჭირდება ჩვენს დედაქალაქს, თლიანად ჩვენს ქვეყანას და ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმაზე, რომ მულტიფუნქციური ცენტრების განვითარება იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქში ყველა უბანს კონდეს საბოლოოდ ასეთი მულტიფუნქციური ცენტრი და რა თქმა უნდა გეგმასწრაფად გაგრძელდება ამაზე მუშაობა და მთავრობის მხრიდან ექნება ბუნებრივია დედაქალაქის მერია სრული მხარდაჭერა და ასევე რეგიონებზეც ვიტყვი, რომ გვინდა თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ზუსტად ასეთი უმაღლესი სტანდარტების მულტიფუნქციური ცენტრები. ეს არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, თუმცა არა მხოლოდ. ჩვენ ხედავთ რამხელა ინტერესია უფროსი თაობის წარმომადგენლებს შორის, რომ ისინი ჩაერთონ მასობრივ სპორტში. ცესკომ ამ მრჩეველთა ერთიან სიაზე მუშაობა დაასრულა. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ მრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,500,818 შეადგენს. ცესკოში აცხადებენ, რომ სის ფორმირება ხორციელდება სხვადასხვა უწყების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამ მრჩეველთა საერთო რაოდენობა 3,513,818 შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3,130,348 მომრჩეველი მიიღებს. წელს პირველად ეძლევა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა 47,000-მდე ახალგაზრდას, გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 60,754 ამომრჩეველმა მომართა. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3,061 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2,284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. მათ შორისაა 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებშია გახსნილი. მოძრაობა ამ მრჩეველთა ლიგა თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით დააკვირდება. ორგანიზაცია არჩევნების დაკვირვების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისია განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ამ მრჩეველთა ლიგის დამკვირვებლები დაფარავენ 100-მდე უბანს. ორგანიზაცია უკვე აწარმოებს წინასაარჩევნო პროცესის დაკვირვებას და უახლოეს დღეებში საზოგადოებას გააცნობს შუალედურ ანგარიშს. ცესკომ 17 სექტემბერს დაგვარეგისტრირა როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ვაპირებთ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაკვირდეთ 100-მდე საარჩევნო უბანს. დღეს მდგომარეობით მიმდინარეობს დამკვირვებლების დატრენინგება, ასევე მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანიას მონიტორინგი. ჭიდრო კავშირი გვაქვს ასევე ჩვენს საერთაშორისო სადამკვირვებლო პარტნიორ ორგანიზაციებთან. მივწერეთ საქმის კურსს ჩავაყენეთ და დაინტერესების შემთხვევაში ვთხოვეთ, რომ ჩამოსულიყვნენ და დააკვირდნენ 4 ოქტომბრის არჩევნებს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან. თემურ მღებირშვილმა გეკა გელაძის მიეწოდა ინფორმაცია სახანძრო სამაშველო ძალების, ზედამხედველობის, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და სხვა დეპარტამენტების მუშაობის შესახებ. საუბარი ასევე შეეხო მიმდინარე პროექტებსა და გეგმებს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე. ირაკლი ყობახიძე საქართველოში ჩინეთის ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება და პარტნიორობის პერსპექტივები. ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს. აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუადერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით. სხვადასხვა სფეროში საქართველოს ჩინეთის თანამშრომლობაზე ისაუბრა ელჩმა პრესკონფერენციაზეც, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული შეხვედრის შემდეგ გაიმართა. ჭოუ ციენმა აქცენტი გააკეთა ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის, განათლებისა და კულტურის სფეროებზე, ასევე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და შუადერეფნის მნიშვნელობაზე. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ამჟამად ისტორიაში საუკეთესო ნიშნულზეა. სტრატეგიული პარტნიორობა, ახალი საწყისი წერტილია და თანამშრომლობის პერსპექტივები ფართოა. ორივე მხარე სტაბილურად ავითარებს თანამშრომლობას ეკონომიკის, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, მწვანე ენერგიის და განათლებისა და კულტურის სფეროებში. და მჯერა რომ ეს ყოველივე უფრო ნაყოფიერ შედეგებს მოგვიტანს. ანაკლიის პორტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთის, საქართველოსა და შუადერეფნის ქვეყნებისთვის. ასევე ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ურთიერთობების მემორანდუმს ჩინეთ-ევროპის სარკინიგზო ექსპრესისთვის, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას. საქართველოს ელჩმა თამარ ლილუაშვილმა იტალიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში გამართული ცერემონიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ქართველმა დიპლომატმა და იტალიის პრეზიდენტმა თანამშრომლობის საკითხებსა და გეგმებზე ისაუბრეს. იტალიის პრეზიდენტმა თამარ ლილუაშვილს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. თბილისი აუთლეტ ვილიჯი რეგიონში პირველი აუთლეტი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი დაესწრო. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ბიზნესის ხელშეწყობა მთავრობის პრიორიტეტია. მისივე თქმით, პირველი თანამედროვე ტიპის აუთლეტ ვილიჯი მიიზიდავს არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს. შესაბამისად, როგორც ბატონო აბო გამოცხადდა საქართველოს მთავრობის, ეს არის პირველი თანამედროვე ტიპის აუთლეტ ვილიჯი, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ თავს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ნამდვილად იქცევა ეს ადგილი მიზიდულობის ცენტრად, არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, არამედ ჩვენი სტუმრებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან. ადგილიც ისეა შერჩეული, რომ ძალიან ნიულად მოიზიდავს ის სტუმრებს ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და იქცევა ნამდვილ ეპიცენტრად, არა მხოლოდ შოპინგისთვის, არამედ გართობისთვის, დასვენებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ასეთი პროექტის განხორციელება ჩვენს ქვეყანაში. ეს მოწმობს იმას, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად იზრდება დობა, ზოგადად ბიზნესის კეთების მიმართ ჩვენს ქვეყანაში და ამ მასშტაბის ინვესტიცია, სწორედ ამის დასტურია, 80 მილიონი ლარის ინვესტიცია არის ზოგადად იმის დასტური, რომ ბიზნესს აქვს დობა და ინვესტორს აქვს დობა იმ ეკონომიკური გარემოს მიმართ, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომავალშიც ხელ შევუწყოთ ასეთი პროექტების განხორციელებას და საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი არის სწორედ ეს მაქსიმალური ხელშეწყობა ბიზნესისთვის, ბიზნესის თავისუფლების უზრუნველყოფა და სწორედ ეს პრინციპები უდებს საფუძვლად იმ ეკონომიკურ განვითარებას, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში დასაქმდება 250-მდე ჩვენი ქვეყნის მოქალაქე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი პროექტები ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მდგრად განვითარებას და უშუალოდ კონკრეტული სექტორების განვითარებას. ჩვენ ამ პროექტს, რა თქმა უნდა, ვუყურებთ როგორც ახალი მიზიდულობის ცენტრი. ჩვენ ამ პროექტს ვუყურებთ როგორც ახალი ტურისტული მიმართულება ჩვენსავე ქვეყანაში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ აუთლეტ სოფელს ეყოლება ძალიან ბევრი მომხმარებელი. რა თქმა უნდა, როგორც რეგიონისთვის, ასევე ჩემი ქალაქისთვის და რუსთავის აგლომერაციისთვის მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები. მნიშვნელოვანია ის მასშტაბი, რა მასშტაბის ინვესტიციაც განხორციელდა და ყველაზე მთავარი ჩვენთვის არის ახალი სამუშაო ადგილები. მე მინდა განსაკუთრებული მადლობა უთხრა დამფუძნებლებს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა. დღეს უკვე მუშაობს რამდენიმე რუსთაველი და ჩვენ ამ თანამშრომლობას დარწმუნებული ვარ გავაგრძელებთ. აუთლეტ ვილიჯის კონცეფცია გლობალურად დეკადებია უკვე ვითარდება.
და დღითიდე უფრო და უფრო ტრენდული ხდება. ელექტრონული კომერციის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებასაც კი გაუსწრო სოფლიო მასშტაბით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამ ახალი კონცეფციის შემოტანა საქართველოში, ვინაიდან ქვეყანა მოუნიშნოთ სოფლიო მოდის რუკაზე და იმავდროულად ხელი შეუწყოთ საქართველოს მოდის რიტეილის ინდუსტრიის განვითარებას და დასაქმების ზრდას სხვადასხვა მიმართულებებით. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ზავის პირობებში უკრაინა მზად იქნება ახალი დე-ფაქტო საზღვარი განიხილოს. განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა Axios-თან ინტერვიუში გააკეთა. თუ დღევანდელ სიტუაციას შევაფასებთ და თუ ხვალ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება, ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის. თუ ამ ტერიტორიების დასაბრუნებლად ძალა არ გვექნება, მაშინ მზად ვიქნებით ეს როდესმე მომავალში გავაკეთოთ. დიპლომატიური გზით და არა იარაღით. ვფიქრობ, ეს ყველასთვის კარგი კომპრომისია. ყოველთვის ვთვლიდით, რომ ასეთი საკითხები ახლა უნდა გადაწყდეს. ნაკლები დანაკარგების პირობებში. სლოვაკეთის პარლამენტმა ხმამისცა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ორი სქესის ბიოლოგიურ განსაზღვრას ითვალისწინებს. კრძალავს სუროგაციასა და ერთსქესიანი წყვილების მიერ ბავშვის შვილად აყვანას. ინფორმაციას ევროაქტივი ავრცელებს, გამოცემის ინფორმაციით ცვლილებები ადგენს ეროვნული კანონის უპირატესობას ევროკავშირის კანონმდებლობაზე. პარლამენტმა ცვლილებები 90 ხმით 7-ის წინააღმდეგ მიიღო. უყურებთ კურიერს 6 საათზე, რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვართ. ეროვნული სივრცითი ინფრასტრუქტურის კვირეულის ფარგლებში შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ექსპერტების ანგარიში მოისმინეს. პატასალიამ რეფორმის მნიშვნელობაზე და ხედვებზე ისაუბრა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტის განხორციელებაში და მათ დღეს თავიანთი შეფასებები წარმოადგენს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს დაუკავშირდეს ინფრასტრუქტურულ რუკას და მიიღოს ყველა ის მონაცემი, რომელიც მისთვის საჭიროა არსებითი გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, ინფრასტრუქტურული პროექტის დასაწყებად, სახელმწიფოსთვის ან კერძო სექტორისთვის, ასევე დეველოპერული პროექტების დასაწყებად, თუნდაც უძრავი ქონების შესაძენად. მიმდინარე კვირაში უმასპინძლეთ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით საერთაშორისო ექსპერტებს ლუენის უნივერსიტეტიდან, მათთან ერთად იმუშავეს ქართულმა სპეციალისტებმა. დღეს საერთაშორისო ექსპერტებმა წარმოადგინეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც როგორც გეოპორტალი, ასევე იქ განთავსებული გეოგრაფიული მონაცემები და სივრცითი ინფორმაცია სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის ეროვნულ სივრცით მონაცემებთან. განათლების მინისტრმა ქუთაისში პედაგოგები დააჯილდოვა. გივი მიქანაძემ მასწავლებლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა. ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. სცენაზე იყო ნიჭიერების უდიდესი დემონსტრირება, უდიდესი სითბოს და სიყვარულის და პატივისცემის გამოხატულება პედაგოგებისადმი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ასეთი ღონისძიებების ჩატარება და რაოდენ ღირებული არის ჩვენი მხრიდან იმ მადლიერების დაფიქსირება, რომელიც თითოეული პედაგოგის მიმართ არის მუდმივად გამოსახატი მათი შრომის, თავდადების და ქვეყნის ერთგულებისათვის. ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს მასწავლებლის ჯილდოს მიღება და მასწავლებლის პროფესიის დაფასება ზოგადად და ძალიან ვაფასებთ იმას, რომ ბატონი მინისტრი იყო დღეს ჩვენთან სტუმრად. ეს მიუთითებს მის არაჩვეულებრივ დამოკიდებულებაზე მასწავლებლების მიმართ და განსაკუთრებით რეგიონის მასწავლებლების მიმართ. აჭარის მთავრობა 7000-მდე ფერმერს თანადაფინანსებით ტექნიკას გადასცემს. სულხან თამაზაშვილის განცხადებით, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ქართული ოცნების ჩვენი ხელისუფლების პირობებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ბიუჯეტი რამდენჯერმე გაიზარდა და მაგალითად 2012 წელს გახდათ ბიუჯეტი 7 მილიონი ლარი. 2025 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტმა 37 მილიონი ლარი შეადგინა. მე გაძლევთ პირობას, რომ სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი პროგრამები აუცილებლად გაიზრდება და ადგილობრივი ფერმერების შრომა კიდევ უფრო დაფასდება. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით 7000-მდე ფერმერს საოჯახო მეურნეობების ხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გადაეცა 12000 ერთეული ტექნიკა. აღნიშნული პროგრამა მომდევნო წელსაც გაგრძელდება და ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი ფერმერების ხარდაჭერას. თანადაფინანსება ყველაზე კარგი და საჭირო პროექტია ჩვენ დღევანდელ ცხოვრებაში და დახმარებით როგორ არ გვეხმარება ბალახისთვის, მოსავლისთვის
გულისთვის, ყურძნის დასაწურად, ყველაფერში გამოსადეგი არის ეს ნივთები. 26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ალავერდის მამათა მონასტერში საზეიმო წირვა პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ აბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითთან ერთად აღავლინა. მრევლმა ეპისკოპოსების ქადაგებაც მოისმინა. ჩვენი ეკლესია დიდმოწამე ქეთევანს საქართველოს მნათობს უწოდებს. და იგი მართლაც მნათობივით გამოფწყინდა ჩვენი ერის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში. როდესაც გარეშე მტრის ზეწოლა იმდენად ძლიერი იყო, რომ ქართველთა შორის მრავალი ღალატობდა სარწმუნოებას. სწორედ ამ დროს მოევლინა ჩვენ ხალხს წმინდა დედოფალი ქეთევანი ქრისტეს რწმენის და სიმტკიცის მაგალითად. ის დღე, რომელსაც ჩვენ აღნიშნავთ, არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა, არამედ ეს არის დიდი მაგალითი და მოწოდება მომავალი თაობებისთვის. როგორც ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, რომ ქეთევან დედოფლის საოცარმა მაგალითმა, მისი მოწამეობის საოცარმა მაგალითმა გვიჩვენა ჩვენ, როგორ უნდა იცავდეს ადამიანი ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მართლმადიდებლობას, რომელმაც გადაარჩინა საქართველო და მომავალშიც გადაარჩენს. წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღეს ულოცავ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს. დღეს ალავერდში განსაკუთრებული ხალხმრავლობა, ხვალ არის ჯვართამაღლება და იწყება ალავერდის კვირეული. ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში ანსამბლ რუსთავის სოლო კონცერტი გაიმართა. აღონისება ცნობილი ლოდბარისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. ჩვენ განსაკუთრებით ვემზადებოდით ამ ღონისძიებისთვის. მთელი წელი გვინდა რომ მიუძვნათ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის თავს და პირველი კონცერტი ოზურგეთში იყო აგვისტოში, ახლა ბათუმში ტარდება ბატონი ანზორის საიუბილეო საღამო და ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელი ანსამბლი, გაერთიანებული ანსამბლი აგრძელებს ანზორ ერქომაიშვილის დიდ გზას. ანზორ ერქომაიშვილის დაბადებიდან 85 წლის საიუბილეო კონცერტმა ჩაიარა ნამდვილად აი სრულიან შლაგით და მთელი ყველა ადამიანის გულამდე, სულამდე მიაღწია. ეს იყო ადამიანი ლეგენდა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული კულტურის განვითარებაში, ქართული პოლიფონიის გაცნობაში, მთელ მსოფლიოს მან გააცნო ქართული სიმღერა, ქართული პოლიფონია. სპორტის მინისტრი მოჭიდავებს ვახტანგ ლოლუასა და გელა ბოლქვაძეს შეხვდა. შალვა გოგოლაძემ სპორტსმენებს მსოფლიო ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა. ვახტანგ ლოლუამ ჩემპიონობა იზეიმა, გელა ბოლქვაძე კი ვერცხლის პრიზიორი გახდა. სპორტის სამინისტროში შევხვდით ჩვენს ბერძნულ რომაულის წრით მოჭიდავებს, რომლებმაც ზაგრებში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეს ოქროსა და ვერცხლის მედალი. მე მათ მადლობა გადაუხადი ამ დიდი წარმატებისთვის და უსურვებ მომავალში არაერთი დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნის საკესილდღეოდ. იქ ვერ გავიაზრე მართლა რომ მსოფლიო ჩემპიონი ვიყავი, თავის ზღაპარში მეგონა მართლა, მაგრამ აქ რო ჩამოვედი, აეროპორტში ძალიან ბევრი ხალხი დაგხვდა, გულშემატკივრები, ამათ ძალიან კარგად იმოქმედა ჩემზე. ამ გამარჯვებას უძღვნე ჩემს გარდაცვლილ მეგობარს მაკაც ნუგზარ წურწუმიას და შემდეგ ასპარეზობებზე ვეცდები საქართველოში იგივე სინჯის მედალი ჩამოვიტანო. ბატონ შალვა შეხვდით. მოგვილოცა გოთბილი შეხვედრა ჰქონდა, მადლობა მას მონაცვლისთვის, მან ისაუბრა საინტერესო სიახლეებზე, რაც იმედს იძლევა ეს ყველაფერი, საომავლოდ უკეთესი და უკეთესი მედლები გვექნება. გამოშვების ბოლოს სტუმართან ერთად დაუბრუნდებით პირდაპირ ეთერს ავთმობთ ჯაბა ყოღუას, რომელიც არის ქართული ოცნების გლდანის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი.